სხვადასხვა ასაკის ადამიანი ძალიან ხშირად მეკითხება, მართალია რომ მხოლოდ თავის ტვინის 20%-ს ვიყენებთ. სამწუხაროდ მეტად გავრცელებული მცდარი შეხედულება. სინამდვილეში ადამიანი იყენებს თავის ტვინის ყველა ნაწილს, უბრალოდ სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ფუნქციისთვის. მოდით დავიწყებ მუცლად ყოფნის განვითარების პერიოდით. ამ დროს თავის ტვინის განვითარება აღწევს 70%-ს. ბავშვის განვითარება და ინტელექტი, მინდა აღვნიშნო, დამოკიდებულია დედის ჯანსაღკვებაზე. დაბადებიდან 3 წლამდე ტვინი ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ პერიოდში ყალიბდება ტვინის დიდი ნაწილი, თუმცა IQ ბექს ვერ აღწევს. 13-დან 19 წლამდე ტვინში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მიმდინარეობს. ზოგი ნერვული კავშირი ძლიერდება, ზოგი სუსტდება. აზროვნება თანდათან ორგანიზებული უფრო ხდება. ემოციების ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე ხშირად უფრო ძლიერია. 20-დან 25 წლამდე კოგნიტური უნარების აქტიური გამოყენება ხდება. ინფორმაციის გადამუშავება, პრობლემების გადაჭრა ყველაზე ეფექტურია ამ პერიოდში. შემდეგ 30-დან 50 წლამდე ცოდნათა გამოცდილება გროვდება. ამ ასაკში ცოდნის გამოყენების უნარი მაქსიმალურია. გადაწყვეტილებები უფრო ხშირად გააზრებული და სუსტია. და მიუხედავად იმისა, რომ 50 წლის შემდეგ ნერვული კავშირების სუსტება ახალი ინფორმაციის მიღებას და დამუშავებას ზოგჯერ მეტი დრო ესაჭიროება, ამ ასაკში აზროვნება მეტად მშვიდი და ჩამოყალიბებულია. გადაწყვეტილებები ნაკლებად სპონტანური და ემოციურია, უფრო გააზრებული და პრაქტიკულია. და ბოლოს, როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ტვინის პოტენციალს შენ განსაზღვრავ. გინდა იცოდე რა განსაზღვრავს ინტელექტს? შემდეგ ვიდეოში გაიგებ.